ლიტერატურული კურსის ფარგლებში მე წავიკითხავ ტერენტი გრანალზე, კერძოდ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას სიქვანამდე ჭრილში. ეს არის დიდებული პოეტი, რომელმაც თავისი ტრაგიზმი და ცხოვრება გადმოიტანა პოეზიის სახით. ჩვენ ვისაუბრებთ ტერენტის ლექსებზე და შევეცდებით მოვახდინოთ მისი ბიოგრაფიისა და მისი შემოქმედების ანალიზი. კერძოდ საკმაოდ კარგად ჩანს მის ლექსებში შინაგანი ტკივილი ტანჯვა, მისი მელანქოლიური ნაწილი და ის შინაგანი არაცნობიერი კონფლიქტები, რომელიც მის ბიოგრაფიას მუდმივად თან დაჰყვებოდა. ანუ პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მისი ლიტერატურა და შემოქმედება არის საშუალება გავიგოთ შეძლების დაგვარად მისი არაცნობიერი პროცესების და მისი სიგური სტრუქტურის ნაწილი. მან შეძლო საკუთარი ტანჯვა, საკუთარი მელანქოლიური მდგომარეობა გადმოეტანა სიტყვებით შემოქმედებაში. ეს თემა იქნება საკმაოდ საინტერესო ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა, ვინც კი ხედავს ლიტერატურაში იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს მის არაცნობიერ ნაწილში. ლიტერატურა ყოველთვის არის საშუალება გამოვხატოთ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი განცდები ფურცელზე, რაც საკმაოდ კარგად და საკმაოდ საინტერესოდ მოგვაწოდა დიდებულმა პოეტმა თავისი შინაგანი სამყარო, რომლის კითხვისას ჩვენ ვაწყდებით ასევე გარკვეულ ჩვენს შინაგან მდგომარეობას. შეიძლება ითქვას, ხშირ შემთხვევაში ვპროეცირებთ მის ლექსებში გარკვეულ ჩვენს განცდებს.